სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე შემოგვიერთა. გიორგი, გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს ვართ იმ სიტუაციაში, როდესაც თქვენ მოგიწიათ გირაუს დაკმაყოფილება, რათა დროებით გადაგედოთ პერსპექტივა თქვენი საპრობილეში გადამრიცხვები ხვალ არის, ხო, მორიგი სასამართლო თქვენი. ამაზეც რა თქმა უნდა მინდა რომ გითხრათ რამდენიმე სიტყვა, თუმცა დავიწყოთ დამოუკიდებლობის დღით, არა იმდენად მნიშვნელობით, ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული ამ სიტუაციაში, როგორ აღინიშნა დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, რა იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქცენტები ამ დღეს? პირველ რიგში გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და დამოუკიდებლობას დაცვა ჭირდება და ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვა ევროკავშირია და ჩვენი სუვერენიტეტის დაცვაც ევროკავშირია. ძალიან კარგი დღე იყო იმით, რაც ხდებოდა რუსთაველზე და მართლა უამრავი ხალხი, უამრავი ღონისძიება, თვითორგანიზებული არა, პრინციპში ეს კარგად ორგანიზებული 26 მაისის სხვადასხვა ჯგუფების მიერ რო იყო ორგანიზებული, თვითორგანიზებული იყო, მაგრამ დაახლოებით 3 კვირა ამისთვის მზადება მიდის, კოორდინირებული, ყველა ჯგუფმა თავისი ინიციატივა გააკეთა და მადლობა მინდა უთხრა პირველ რიგში ყველას, ვინც მოვიდა, ყველას, ვინც ამ პროცესში მონაწილეობა მიიღო, ეს იყო ძალიან კარგი დღე. მეორე, რა თქმა უნდა, გულისტკივილი იმის, რომ დილით რაც ხდებოდა, ეს არ იყო ერთიანობის კენსვლა, ეს იყო კიდევ მეტი დაპირისპირების კენსვლა, ანუ გულისხმობ ქართული ოცნების მიერ, ასე ვთქვათ, გამოთქმულ გზავნილებს. ჩვენსა და მათ შორის არის ძალიან დიდი განსხვავება რა. ჩვენსკენ არის ერთიანობის იდეა, მათსკენ არის დაყოფის იდეა. ჩვენსკენ არის იდეა, რომ გამოვიდეთ ამ ჩიხიდან, სადაც ვართ, ისინი პირიქით ღრმად ეფლობიან ჩიხში. ჩვენსკენ არის, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი მეგობრები არიან ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები. იქეთ სამწუხაროდ ტრადაც ხადებენ ჩვენს მეგობრებს. ხო, აი დღეს პირდაპირ გზავნილი რაც იყო კობახიძის მხრიდან იყო, რომ ჩვენი მტერი თითქოს არის ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები. ხო, ყველა ძალიან კარგად გვესმის. ძალიან ამაღელვებელი და ძალიან მაგარი იყო გამოხმაურება ჩვენი პარტნიორების მხრიდან. რა თქმა უნდა, ეხა ჩვენ არ გვახსოვს დამოუკიდებლობის პერიოდში ასეთ დონეზე 3 მძლავრი სახელმწიფოს ევროკავშირის წევრი ქვეყანას ერთობლივი განცხადება ასეთი მკაფიო გზავნილებით საქართველოს თავმიმართებაში, რომ ურულუცავენ ქართულ ხალხს და ძალიან კონკრეტული მოწოდება ქართული ოცნებისთვის თუ რა არის გასაკეთებელი, მინდა რომ ამ ჩიხიდან გამოვიდეს. აქვე აუცილებლად ვიტყვი, რომ ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს და მე გავშლი ამ საკითხებს, რაზეც იყო მის გამოსვლაში საუბარი. ჩვენ და რომელიც იყო წინააღმდეგობის პლატფორმის სახელით გაკეთებული, ხო ეს გამოსვლა. აქ იყო ძალიან მკაფიო ხედვა და მკაფიო გამოსავალი შეთავაზებული ჩიხიდან. რა იყო ეს გამოსავალი, რაც ამ სიტყვაში იყო, ხო, გარდა იმისა, რომ ჩვენ ერთად ვართ და გარდა იმისა, რომ რა პრობლემების წინაშე ვდგავართ, ხო, და რატო ავღნიშნავთ დამოუკიდებლობის დღეს, ძალიან მკაფიო შეთავაზება ჩიხიდან გამოსავლის იყო, რომ ან ვატარებთ ახალი წესებით ჯერ საპარლამენტო არჩევნებს, მერე თვითმმართველობის არჩევნებს, ან ორივეს ერთად საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებს ვატარებთ ახალი წესებით, ხო? ახალ წესებში გულისხმობ, რომ ნორმალური ადამიანური სამართლიანი მეტნაკლებად მაინც გარემო იყოს, ხო? ეს იყო პირდაპირ შეთავაზება. აი მეორე მხარეს მე კითხვას უსვამს საზოგადოებას, რამე შეთავაზება დაინახეთ? აი ამხელა კრიზისშია ქვეყანა, ხო, დამოუკიდებლობის დღე არის. ხელისუფლებას უწოდებს თავის თავს ეს ადამიანები. რამე შეთავაზება ვინმე გაიგონეთ? რამე გვითხრეს, რამე უთხრეს საზოგადოებას, რომელიც დღეს იყო მოსული, რომელიც დიახ გუშინ open air-ზე იყო, ასე ვთქვათ, მისული ამდენი ზღვა ხალხი, რომელიც ამდენი დღეა, ხო, ამდენი 6 თვეა ფაქტობრივად ქუჩაში დგას ხალხი. რამე შეთავაზება იყო იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ციხეშია გამოკეტილი, მათი, ასე ვთქვათ, უკანონო გადაწყვეტილება, არაფერი. მხოლოდ და მხოლოდ ხალხის მტრად ამის გამოცხადება. 1921 წლის მერე, ახაც იხსენებდა გიგი ამას, ზუსტად ეგ იყო, რომ ხალხის მტრად აცხადებდნენ პატრიოტებს რა და იქეთ ჩვენ ეს დავინახეთ. აი მართლა კიდევ ერთხელ შევკითხვას. ადამიანი შენ თავს ეძახი ხელისუფლებას. გაქვს უსაზღვრო კრიზისი ქვეყანაში. არ გაქვს აღიარება ქვეყნის შიგნით, არ გაქვს აღიარება ქვეყნის გარეთ. რამე გამოსავალი არ უნდა შესთავაზო საზოგადოებას? ქართულ ოცნებას გულისხმობ. აი გამოდის პრემიერს უწოდებს თავის თავს კობახიძე, პრეზიდენტს უწოდებს თავის თავს ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარეს უწოდებს თავის თავს ესა რა ქვია შალვა პაპუაშვილი.
ერთი სიტყვა მაინც არ უნდა იყოს, რომ აი ხალხნო, აი ამას გთავაზობთ. აი მოდი ეს გავაკეთოთ. შეიძლება დაუშვათ ესეთი რამ, რომ მათ არ მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში არის იმ მასშტაბის კრიზისი, რომ ამაზე რეაგირება პოლიტიკური შეთავაზებების სახით საჭირო იყოს. ეხლა ამას მე თვითონ არ მჯერე, რასაც ვამბობ, ამის მაგალითი იყო დღევანდელი დღეც, როდესაც რაღაცა შემოღობილში შეიკრიბა მათი ელიტა, ხალხთან შეხება მათ ფაქტობრივად არ ქონიათ და აი სიმბოლური გამოსეირნებაც კი, როდესაც მათ მიერვე მოყვანილი სიპების თანამშრომლებთან ერთად კომუნიკატორობდნენ და ეს რაღაცა გარკვეულ შთაბეჭდილებას ქმნიდა, რომ დღის რაღაც პირველ ნახევარში მაინც ხალხთან ერთად აღნიშნავდნენ ამ დღეს, ესეც არ, ეს ხო პირველი შემთხვევა არ იყო, არა, მანამდე 9 აპრილის ისტორია ვნახეთ ჩვენ და ასე შემდეგ. ანუ სიმბოლურადაც კი ვერ გაიარეს ხალხი. მაგრამ მოდით ასე შევხედოთ, ისინი ძალაუფლების განხორციელებაში დისკომფორტს ვერ გრძნობენ. სახელმწიფო ორგანოები ფუნქციონირებას აგრძელებენ, იქიდან გაფილტრა, გაწმენდა მიმდინარეობს ყველა შედარებით აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე საქართველოს ევროპული მომავლის გულშემატკივარი პროფესიონალისა. ანუ ისინი ამზადებენ სიტუაციას, რომ კიდევ უფრო იზოლირებულ სიტუაციაში, რაც რაბედიც მათ ელით, მოახერხონ ძალაუფლების კონტროლი, სიტუაციის კონტროლი. ანუ კონტროლი არის საკმაოდ სიტყვა. ისინი აკონტროლებენ სიტუაციას. მაგრამ ერთ რამეში ვერ დაგეთანხმებით, რომ დისკომფორტს ვერ გრძნობს. ძალიან დიდი დისკომფორტია მათთვის სანქციები, ძალიან დიდი დისკომფორტია, რომ პროტესტი არ ჩერდება, ძალიან დიდი დისკომფორტია, რომ ვერ მოარღვიეს წინააღმდეგობის ხაზი, რომელიც აქეთ არის. ძალიან დიდი დისკომფორტია, თუნდაც წინააღმდეგობის პლატფორმა, სადაც კოორდინირებდა არა მარტო პოლიტიკური პარტიები, მის გარშემო მთელი ეს აქტიური ჯგუფები, რაც არის. ძალიან დიდი დისკომფორტია ის, რაც გუშინ ხდებოდა ლისზე open air-ზე მთელი ახალგაზრდა თაობა დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა თავის ხმას სიტყვას ამს. ეხლა თუ თავს იბრმავებენ, თავს ვერ დაიბრმავებენ. სულ რო იქეთ ხარეს იყოს ვინმე და ხარს უჭერდეს ქართულს, ეს ხო ფაქტია. ეს მოცემულობაა, რომ ქვეყანა არის ხარ მაგ კრიზისში. აღიარება არ აქვს. არც ქვეყნის შიგნით, არც კი ეძახის თავის თავს, უბრალოდ ჩვენი კეთილსინდისიერებით სად მოქმედებს, იცით რომ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ მშვიდობიანი გზით მივდივართ, იმიტომ რომ ნამდვილად ჩვენთვის ღირებულია სამშობლო, საქართველო და სხვა გზას არ განვიხილავთ. მიხვდით ამ თელ წინააღმდეგობაში და ჩვენ თავიდან ვთქვით რომ მშვიდობიანი გზა, ეს არის გრძელი გზა შედარებით, მაგრამ ისინი რას გვეუბნებიან? აი რანაირად შეიძლება დისკომფორტს არ გრძნობდეს ადამიანი, როდესაც ამდენი ხალხი გამოკეტილი ყავთ ციხეში არაფრის გამო. აი მათი მშობლები ეხლა დღეს იდგნენ რუსთაველზე, ხო? სტუდენტი, მსახიობი, ექიმი, რა ვიცი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, ყველა ციხეშია, ხო? პოლიტიკური პოლიტიკოსები. ისინი მათ შორის ამ ტიპის პატიმრობებსაც უყურებენ როგორც ინსტრუმენტს. არა რაღაც ადამიანური მორალური როგორც ინსტრუმენტ საზოგადოების დაშინების. ანუ მათი პოლიტიკური მართლობის ლოგიკისთვის ესეც სარგებლის მომტანია, იმიტომ რომ ინარჩუნებს პოლიტპატიმრებს, სინდისის პატიმრებს, ახლა უკვე უმატებს კიდე პოლიტიკურ პატიმრებს პარტიების ლიდერების სახით და ამით ითვლის, რომ შედარებითი უმწეობის და უძალობის განცდას ნერგავს საპროტესტო საზოგადოებაში. არა, ეს გამოსავალი არ არის. აი ეს დღეები ხო ამას აჩვენებს, რომ არსად არ წასულა არც პროტესტი, არსად არ წასულა წინააღმდეგობა, ხალხის რაოდენობა, არაფერი. ეხლა მე მესმის, რომ რაც უფრო მეტად გადადგამენ ასეთ ნაბიჯებს, მით უფრო ჩიხში საკუთარ თავს შეიყვანენ. ჩვენ დღეს მათ შევთავაზეთ გამოსავალი. მიხვდით, ჩვენ გამოსავალი შევთავაზეთ, ხო? წინააღმდეგობის პლატფორმის სახელით სალომე ზურაბიშვილმა გამოსავალი შესთავაზა. მით უმეტეს მთელი ჩვენი პარტნიორების პირველი პირები ძალიან მკაფიოდ ამბობენ, რომ გამოსავალი ნახეთ. ამ ყველაფრიდან ხო ესე ვერ გაგრძელდება და გამოსავალი შევთავაზეთ. გამოსავალი არის ან თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ოღონდ შეთანხმებული წესებით ხას უსვავ, ან ჯერ საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და შემდგომ თვითმმართველობის არჩევნების რისი რეკომენდაცია სხვათა შორის ევროსაბჭოს რეგიონალურმა ასამბლეამაც გასცა. არ შეიძლება, აი ეს არჩევნები არ არის რასაც აპირებენ. ანუ რასაც აპირებენ, ხო, ეს არ არის არჩევნები, ხო ხნო? როგორ დამკვირვებელი არ იქნება, უცხოელი, არც ქართველი, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვა ფაქტობრივად ჩაშვებული აქვთ. ამბობენ ოპოზიციური ლიდერები ციხეში უნდა იყვნენ და სისხლის სამართლის პასუხისგების ქვეშ უნდა იყვნენ. ამდენი სინდისის პატიმარია, კანონები გაუარესებული, საარჩევნო სისტემა გააუარესეს. მიხვდით, საარჩევნო სისტემა რანაირად ჩავთვალო, ეხლა ეს საზოგადოებასაც ვეკითხები, არჩევნების
ბოიკოტი კი არ არის ჩემი თვით მიზანი. კაცო, ჩემი მიზანია, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტია იმისთვის, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ ვერ დავარქმევ არჩევნებს იმას, რაც არ არის არჩევნები. ამიტომ ჩვენ მე ეს მინდა დამოუკიდებლობის დღეა დღეს. დამოუკიდებლობის დღეს ყველას აქვს ვალდებულება საკუთარი ხედვა დადოს კრიზისიდან და ჩიხიდან გამოსავლის. ჩვენ სალომე ზურაბიშვილმა ეს გამოსავალი დადო. თქვა რომ იმისთვის რომ გამოვიდეთ ამ უმძიმესი ჩიხიდან და კრიზისიდან, აბატონო, ახალი წესებით არჩევნები ან ორივე ერთად თვითმმართველობა და საპარლამენტო, ან ჯერ საპარლამენტო, მეორე თვითმმართველობა. ამას პასუხი უნდა გასცენ. ხვალ მე ველოდები, ხა ხო ვიცი რომ გვიყურებენ და თქვენს ეთერებს უყურებენ. აქედანაც მიმართავ ირაკლი კობახიძეს იმას, რა ქვია, ყაველაშვილსაც და ხა ბიძინა ივანიშვილი უჩიმაჩინივით არის, ხო, დამალულია და თუნდაც მასაც მიმართავ. პასუხი გაეცით ჩვენ შეთავაზებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს აქ მნიშვნელოვანია იმისათვისაც, რომ ჩვენ თუნდაც ჩვენი პარტნიორების, ევროპელი ლიდერების, ასე ვთქვათ, განცხადებაზე ჩვენ საპასუხო ნაბიჯი გადავდგით. მიხდით ეს შემთხვევითი არ იყო ეს განცხადება და არც ის განცხადება გეგონოთ შემთხვევითი ეხა რომ სამი ქვეყნის ლიდერმა ერთობლივად გააკეთა ეს სერიოზული სამუშაო პროცესის შედეგია რა მე საზოგადოებასაც ვეუბნები და დღესაც იყო ეს ნათქვამი რომ ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ აქ პასუხი გასცენ ჩვენ ვახსენოთ რუბიოს მოლოცვა კი ბატონო რა თქმა იგივე აქცენტებია დასმული ცხადი ესე დეტალურად არ არის ჩამოწერილი რა გასაკეთებელი ეს მანამდე მისმა ვეუწყება მისი სახელით გამოაქვეყნა არ არსებობს დემოკრატიული მარტო ევროპის მოთხოვნა არ არის ეს არის და ჩვენი პარტნიორების შეერთებული შტატების დამოკიდებულება რომლებმაც თქვეს რომ ხალხო აი კონკრეტულად ხო აი კიდევ დაუბრუნდები ვაიმარის სამკუთხედის განცხადებას აი ნახეთ საფრანგეთის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერი პოლონეთის პრემიერ-მინისტრი სამი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ევროკავშირის ერთობლივად საქართველოსთან დაკავშირებით. საზოგადოება მინდა ეს კარგად გაიაზროს. პირველი პირები. შეიძლება ითქვას უპრეცედენტო. არ არის ამის პრეცედენტი, არ ყოფილა. ერთად უკრაინას, რა თქმა უნდა, ეხლა უკრაინას შევადარებთ ეხლა სიტუაცია არ კეთდება. ნახეთ, ერთად ძალიან კაფიოთ ამბობენ. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოს გააგრძელოს ევროინტეგრაციის გზა და ეს კითხვა იქ რო იყო რომ ჩიხიდან გამოსავლის კითხვა დიალოგს რო იყო საუბარი ოპოზიციაზეც და ასე შემდეგ ხომ ეს ჩვენთვისაც დასმული კითხვა იყო ჩვენ ამ კითხვას პასუხი გავეცით დღეს პასუხი გავეცით იმით რომ ვამბობთ გამოსავალი არის ახალი წესებით სამართლიანი წესებით თვითმმართველობა საპარლამენტო არჩევნები ან ერთად ან ჯერ საპარლამენტო მერე თვითმმართველობა სხვანაირად ვერ მოხდება ეს მიხდით ერთი დეტალი დავაზუსტოთ გიორგი ეს განცხადება გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა წინააღმდეგობის პლატფორმის სახელით იქ არ არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა წარმოდგენილი არც კოალიცია ცვლილებებისთვის კოალიციურად თუმცა არის ერთი და ვიცით რომ სურა ჯაფარიძე სანამ ციხეში მოხდებოდა მანამდე ვიცი რომ გირჩმა მეტმა თავისუფლებამაც მიიღო ეს გადაწყვეტილება მაგრამ ხა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მნიშვნელოვანი მოთამაშე არის თქვენი პარტნიორი მნიშვნელოვანი ნუ ლელო თქვენთან ერთად არის ამ შემთხვევაში მაგრამ გახარიათ არ არის ჩვენ მაინც ცოტა გვერდსულით ხოლმე თავს ვარიდებთ ამ ეტაპზე ვიცით მათ შორის რომ ხვალ თუ არ ვშტები გახარიას პარტიას კონფერენცია აქვს და არ ვიცი უფრო პროცედურული გადაწყვეტილებებისთვის კეთდება ეს თუ რამე პოლიტიკური განაცხადიც იქნება ვნახოთ ხვალინდელ დღეს დაველოდოთ მაგრამ უმჯობესი ხო არ იქნება ან ხო არ იყო მცდელობა თავად ზურაბიშვილის მიერ რომ თუნდაც ეს დღევანდელი განაცხადი პლატფორმის მიღმა ჯერ კიდევ ყოფი პარტიების ლიდერებთან ერთადაც გაკეთებული. კი, მოდი ჯერ პირველი რა ვთქვათ რა რომ დღევანდელ გამოსვლაში სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ ქონდა შეთავაზება რომ ეს პლატფორმის კარები დახურული არ არის და ვისაც სურვილი აქვს შეუძლია ჩაერთოს. ხო ფაქტია რომ ეს უკეთესი მექანიზმი ჩვენ არა გვაქვს გიორგი. მოდი ესე ვთქვათ რა. არა გვაქვს. აქ იყრის თავს როგორც პოლიტიკური პარტიები. ასევე 26 მაისის საორგანიზაციო ჯგუფი, რომელშიც აბსოლუტურად ყველა იყო ჩართული, ხო? ყველა იყრის ამაში თავს და მე ვფიქრობ, რომ მესმის განა არ მესმის, რომ რაღაცა საკითხები არსებობს და არც მარტივი საკითხები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეტი თანხმობისკენ წავიდეთ. მე დღეს ესე შემიძლია გითხრა
გითხრათ. წინააღმდეგობის პლატფორმა სალომე ზურაბიშვილთან ერთად დღეს უმაღლეს დონეზე ელაპარაკება ჩვენს პარტნიორებს. ეს შემიძლია თქვა და წინააღმდეგობის პლატფორმა სალომე ზურაბიშვილთან ერთად ელაპარაკება ყველა აქტიურ ჯგუფს, რომელიც არის სხვადასხვა აქტივისტში ჩართული. ეს ჩვენ შევძელით. თუ ჩვენ შევძლებთ იმას, რომ ის პოლიტიკური ძალები, ვინც აქ არ არიან, შეძლებენ ამ ნაბიჯის გადადგმას, ეს იქნება კარგი. მაგრამ გამოსავალი, რაც ითქვა დღეს გიორგი, კიდე ერთხელ ვამბობ, მე არ მგონია, რომ ინვესტის მიუღებელი. მინდა მოვასწრო და ორიოდე სიტყვა გათქმევინო თვალინდეთ სასამართლო პროცესზე, რას ელით ამ სასამართლო პროცესს. ახლა მოლოდინი ყველაფერი შეიძლება იყოს, ხვალ 12 საათზე მაქვს პროცესი, მე ჩემი სახლი ასე ვთქვათ, ჩავდე გარანტიად, ხო, იმისთვის რომ განხილვა იწყება როგორც ხო, არა, ჯერ კიდე წინა სასამართლო განხილვა და ნუ გარკვეულწილად ახლა პირდაპირ გეტყვით რა, რომ ძალიან პრაგმატული გადაწყვეტილება და ძალიან გააზრებული გადაწყვეტილება მივიღეთ. ამ ეტაპზე თქვენი დაპატიმრების გადაწყვეტილებას არ ველით, ამიტომ ჯერჯერობით უნდა ჩემი თუმცა ყველაფერი შეიძლება ველოდეთ, თუმცა ცოტა გადავავადე ჩემი დაპატიმრება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი საქმე გვაქვს აკეთებული ხა ზურა რო ციხეში ჩემი ვალდებულება რო ზურა დავიხსნა ციხიდან, ხო? ისევე როგორც მე რო ციხეში ვიქნები, ხო, ამ ვითარებაში დღეის გადასახედიდან შეიძლება იყოს 2 თვეში, 3 თვეში, ხო? მე მექნება იმედი რომ ზურა იგივეს გააკეთებს და სხვა ნებისმიერი. ჩემი ვალდებულება რო სინდის პატიმრები დავიძრა და თავარია ყველა შინიდა არ აღმოჩნდა. ხო, ნუ ყველა ხო, ესეც პრაგმატულია, რომ ყველა ერთდროულად ციხეში მე მგონი დაგვასრულებს. ზურაც მალეგალეთ გარეთ იქნება და დღეს მისი მეუღლეს თანაც არ მოგვიწევს ამ სრულიად ერთ შეხედვით აბსურდულ, მაგრამ საკმაოდ რეალისტურ პერსპექტივაზე საუბრობ. ბოლოს ერთ რამეს ვიტყვი, ძალა ერთობაშია და იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ შემდეგი 26 მაისი მოდი იყოს დიდი ერთიანობის ზეიმი. ჩამოვართვათ ხელი ერთმანეთს და წავიდეთ ძლიერი საქართველოსკენ, დაცულობისკენ, ევროკავშირთან ერთად და ბოლოს. აი თქვენ შედარებები მოიყვანეთ, იქ არ აღიარებს ამას და უნდა რომ მონოპოლიზაცია გააკეთოს. დღეს საქართველოში არის დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა და მათ ვეღარაფერი ვეღარ შეცვლის. ეს შეუძლებელია. ჩემი აზრით, შეუძლებელია, რომელიც ისტორიის გამეორებას შეუძლებელია. შეიძლება დრო დაგჭირდეს ამ ბრძოლაში, მაგრამ აქტიურობაზე იქნება ძალიან დამოკიდებული. აქამდეც იმან მოიტანა ამ აქტიურობამ და ახლა ჭირდება რაღაც განსხვავებული ფორმები, რაღაც ახალი სულის შეძენა ამ პროცესისთვის. ამისთვის არის საჭირო კონკრეტული პოლიტიკური ორიენტირები პოლიტიკოსების მიერ იყოს დასმული, რომ პროცესს ხედავდნენ ახალ. ასე რომ ხვალ ველოდები პასუხს ქართული ოცნებისგან ჩვენს მიერ შეთავაზებულ შეთავაზებაზე. ჩიხიდან გამოსავლის კონკრეტული გზა ჩვენს მიერ არის შეთავაზებული. გიორგი ვაშაძეს დავამშვიდობოთ.